თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა. დღეს ოთხშაბათია, პირდაპირ ეთერში ბრუნდება გადაცემა კანონი. მე ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი ვარ. დღეს ჩვენ ვაფასებთ წლის მთავარ მოვლენებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. რა იყო 2016 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი და რა ვერ გააკეთა ხელისუფლებამ. ასევე ვისაუბრებთ 2017 წელს უკვე გაცხადებული სიახლეების შესახებ, როგორი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. ისინი ანგარიშებს აქვეყნებენ მიმდინარე წელთან დაკავშირებით. ჩვენ კი საშუალება გვექნება რამდენიმე წუთში პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური და სწორედ ის შეაჯამებს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩვენს ეთერში თუ რას ფიქრობს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში, რა შეიცვალა და რა არის დასაგეგმი უახლოეს პერიოდში. რა ვიცით კანონის შესახებ? როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები და თავისუფლება? ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ქალბატონო ეკა, მოგესალმები, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და პასუხობთ ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო ეკა, წელი იწურება და აქტუალურია ჩვენი გადაცემისთვის ყოველი შემთხვევაში საკითხი 2016 წელს. რა იყო მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით? არაერთი ხმამაღალი განცხადება გვახსოვს, თუნდაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან. მოდით თავდაპირველად შევაჯამოთ მიმდინარე წელი ჯერ კიდევ, რა იყო მნიშვნელოვანი და რა იყო რამაც ხელისუფლებას ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მე ვესალმები მაყურებელს. იცით, თუ კი შევხედავთ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რა გაუმჯობესება გვაქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში და რა არის კიდევ გასაკეთებელი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება სასამართლოს. ჩვენი ორგანიზაცია, როდესაც საუბრობს ზოგადად მართლმსაჯულების სისტემაზე და სასამართლოს სისტემაზე, ჩვენ ვამბობთ, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლოში სიტუაცია გაუმჯობესებული არის, როდესაც საქმე შეეხება რიგით საქმეებს, ასე ვთქვათ, რიგით ადამიანებს, როდესაც ისინი დაობენ სასამართლოში, ამ შემთხვევაში სტატისტიკაც მიუთითებს იმაზე, რომ არის წინსვლა და ადამიანებს შეუძლიათ სამართალი იპოვონ სასამართლოში, ასე ვთქვათ, მაგრამ როდესაც საქმე შეეხება უკვე ზოგადად სისტემურ ცვლილებებს, ან იგივე თუ კი პრაქტიკას შევხედავთ პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებს, ამ შემთხვევაში აქ გაუმჯობესება ჩვენ არ გვაქვს და ამის ძალიან ესეთი მკაფიო მაგალითი არის, მაგალითად იგივე რუსთავი ორთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც პირველ ინსტანციაში განსაკუთრებით აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ზოგიერთი გადაწყვეტილების ზოგიერთი ნაწილი ასევე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. ასევე გახსოვთ გიგი უგულავასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც 9 მეთხანს დაყო გიგი უგულავამ წინასწარ პატიმრობაში, ესეც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო. ასევე როდესაც საუბრობთ ჩვენ სასამართლოს რეფორმაზე, ხო ჩვენ გვახსოვთ პირველი და მეორე ტალღა რეფორმების, რომელიც იყო ფაქტიურად განსაკუთრებით პირველი ტალღა ძალიან კარგი და ეს რა თქმა უნდა სისტემური ცვლილებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ამ წელს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მესამე ტალღის რეფორმის ჩატარება, რომელიც დაკავშირებული იყო მოსამართლეების მაგალითად შერჩევასთან და დანიშვნასთან და ასევე საქმის გადანაწილების ელექტრონულ წესთან. ხო, დღეს ჩვენ კვლავ ყავს სასამართლოში მოსამართლეები, ყველას კარგად გახსოვთ ბატონი მურუციძე, რომელიც ფაქტიურად არის სიმბოლო იმისა, თუ როგორი მოსამართლეები ჩვენ არ უნდა გვყავდეს სასამართლოს სისტემაში და საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა ამ ყველაფერმა. ეს ყველაფერი ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი, მაგრამ ზოგადად ჩვენ თუ გვინდა რომ საუკეთესოები დარჩნენ სასამართლოს სისტემაში, რა თქმა უნდა შერჩევის და დანიშვნის წესი მოსამართლეების უნდა შეიცვალოს, რაც ვერ მოახერხა ხელისუფლებამ. რატომ ვერ მოახერხა? მუდმივად ისმის, ან პოლიტიკურად თავისუფალი არ არის?
მაგალითად თვითონ საქმის გადანაწილების წესზე ხომ ანუ ყოველთვის არის კითხვები რატომ განიხილავს კონკრეტული მოსამართლე კონკრეტულ საქმეს და ეს სისტემა რომელიც ჩვენ გვაქვს არის შესაძლებელი. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურობდით ასე ვთქვათ არის რა თქმა უნდა მოსმენების თემა. ჩვენ დღეს გვესმის უკვე ახალი პარლამენტის მხრიდან რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი რომელიც შეცვლის კანონმდებლობას იმ ნაწილს კანონმდებლობის იმ ნაწილს რომელიც პირდაპირ ცდომას აძლევს სამართალდამცავ უწყებებზე ჩვენ სატელეფონო საუბრებზე ეს არის შესაძლებელი საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე თქვა რომ ეს ნაწილი კანონისა არ შეესაბამება კონსტიტუციას და შესაბამისად სამწუხაროა რომ გასულ ამ წელს უბრალოდ წელი უკვე იწურება ამ წელს ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ამ სისტემის შეცვლა და ძალიან დიდი აქტიურობა დაგჭირდა იმისთვის რომ ეს ამისთვის მიგვეღწია გარდა ამისა ეხლა თუ კი შევხედავთ რამდენად აქტიურები იყვნენ სამართალდამცავი უწყებები იმ საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით რომელიც ეხებოდა ზუსტად პირად ინფორმაციის შემცველ ვიდეოების გავრცელებასთან აქაც ვიტყოდი რომ ისინი არ იყვნენ ეფექტურები და დღეს ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა რომ სამართალდამცავმა უწყებებმა არც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაული გამოუძიებიათ და ეს უზარმაზარი არქივი რომელიც არსებობს დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ ვინ ქმნიდა ამ არქივს ვინ გასცემდა რომელიც პომპეზურად განადგურდა ასევე არც მიმდინარე პერიოდში როდესაც კონკრეტული ვიდეოები ვრცელდებოდა ჩვენ დღესაც არ ვიცით ვინ იყვნენ ვინ იდგა ამის უკან ახლა ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ იმ ადამიანებმა რომლებმაც შეიძლება მომავალში დაარღვიონ კანონი და გადაამეტონ უფლებამოსილებას ნახონ რომ ასეთი რამ მათ არ შერჩება ძალიან მარტივად რომ ვთქვათ და ისინი დაისჯებიან ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ კანონი შეიცვალოს მაგრამ მეორეს მხრივ ამ კანონის აღსრულებაც ასევე ეფექტურად უნდა მოხდეს და სამართალდამცავმა უწყებებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ მსგავსი საქმეები. Ქავტონეკა აუცილებლად უნდა გკითხოთ რამდენად ეფექტური არის თუნდაც ის თქვენ ახსენეთ რომ ჯგუფის შექმნაზე მიბდირანობს საუბარი თქვენ საკმაოდ აქტიური კამპანია გქონდათ არასამთავრობო სექტორს გულისხმობდა მათ შორის თქვენს ორგანიზაციასაც ეს შენგიხება ისევ გვისმენენ ფარგლებში რეალურად დღეს აქტივობა ისეთი მედიის კუთხით როგორც იყო თვეების განმავლობაში დღეს არ არის თუმცა ეს ჯგუფი რამდენად შეძლებს იმ ფუნქციის განხორციელებას რაც არასამთავრობოს მოთხოვნაა რომ ადამიანის ძირითადი უფლება იყოს დაცული და პირადი ცხოვრება იყოს ყველას ხელშეუხებელი ანუ თქვენ იცით რომ ჩვენ ყავს უკვე ახალი პარლამენტი შესაბამისად ჩვენ რა თქმა უნდა არ ვართ განწყობილი არა კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რა თქმა უნდა ჩვენი ძალიან დიდი სურვილი არის რომ ამ ჯგუფში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ და უკვე შევხედოთ რა ტიპის ცვლილებებს აპირებს მართველი გუნდი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა მათ ხადია რომ მათ ძალიან ბევრი თვე დაკარგეს ამ თელი პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ უკვე რამოდენიმე თვე არის, უნდა დაწყებულიყო მუშაობა ამ კანონზე, იცით რომ თებერვლის ბოლო არის ის ვადა, როდესაც ახალი კანონიც უნდა მიიღონ, ასევე ფაქტურად ტექნიკური სისტემაც უნდა შექმნან, ეს სისტემა უნდა დატესტონ და ამის შემდეგ უკვე მისი, ასე ვთქვათ, ამ სისტემის ამუშავება დაიწყონ, ხო? შესაბამისად ძალიან ცოტა დრო აქვთ მათ ამისთვის დარჩენილი, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს რომ მაინც მოხერხდება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა ჩვენი არსებული სისტემის და არა მხოლოდ კონსტიტუციასთან, არამედ საერთაშორისო პრაქტიკასთანაც, ხომ ჩვენ არ ვითხოვთ რაღაცა ახალს, ჩვენ ვითხოვთ ზუსტად იმ სისტემას, რომელიც არის დასავლურ ქვეყნებში, რომელიც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სამართალდამცავ უწყებებს მისცემს საშუალებას, რომ მოусმინონ ან თვალთვალი განახორციელონ დამნაშავეების, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, სამართალდამცავ უწყებებს ეს გქონდეთ, თუმცა მეორეს მხრივ არ გქონდეთ მათ საშუალება, რომ ეს უფლებამოსილება და ეს სისტემა სათავისოდ გამოიყენონ. და თქვენ რას ფიქრობთ 2016-17 წელს თქვენ ახსენეთ რამდენიმე რეფორმა ეს არის ერთად მოსმენების საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება ასევე სასამართლოს გადატვირთულობა და განაწილების წესთან დაკავშირებით თუმცა კონსტიტუციაზეც მიმდინარეობს საუბარი რომ ცვლილებები იქნება ალბათ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია არასამთავრობო სექტორისთვის და ზოგადად იურისტებისთვისაც რას ფიქრობთ თქვენ რა არ უნდა მოხდეს კონსტიტუციაში რა სახის ცვლილება არ უნდა შევიდეს იმისთვის რომ უკვე კონსტიტუცია იყოს უსაბამობაში ევროპულ სტანდარტებთან.
არ უნდა დაიშალოს ბალანსი ანუ ქვეყანაში უნდა არსებობდეს დაბალანსებული სისტემა, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებას დააბალანსებს და გააკონტროლებს პარლამენტი, ასევე იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ ყველაფერში და რა თქმა უნდა სასამართლოს უფრო მეტი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს. თუ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში იქნება დაბალანსებული სისტემა, თუ კი ინსტიტუტები იქნება დამოუკიდებელი, ამ შემდგომ დააბალანსებენ კიდევ ერთხელ ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანი დააბალანსებენ ერთმანეთს, რა თქმა უნდა ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდეს დემოკრატიული მიმართულებით. ეს არ უნდა მოხდეს ამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგად. სხვა რა თქმა უნდა არსებობს ძალიან ბევრი კონკრეტული საკითხი, მაგალითად იგივე პროკურატურასთან დაკავშირებული საკითხები, რომ პროკურატურა უფრო მეტად დამოუკიდებელი იყოს, ან იგივე საარჩევნო სისტემა, რომელიც არის შესაძლებელი და ესეც რა თქმა უნდა არის გაწერილი კონსტიტუციაში, არის ეს მნიშვნელოვანი საკითხები, თუმცა მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რა თქმა უნდა ის, რომ ბალანსი არ უნდა დაირღვეს, უნდა იყოს ძალიან სწორი ბალანსი ყველა ხელისუფლების ყველა შტოს შორის და ინსტიტუტებს შორის და მხოლოდ ეს შეუწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას. არის თუ არა რისკის შემცველი დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობის ფლობა საქართველოში დღევანდელი არსებული მონაცემები და წარსულის გათვალისწინებით თქვენ როგორ ფიქრობთ? იცით რა თქმა უნდა არის რისკის შემცველი, მე ვიტყოდი რომ ეს არის ასევე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი შანსი და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი რისკი, ხო? ანუ დღეს ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. ქვეყანა შეიძლება გარკვეული მიმართულებებით მიდის წინ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები კიდევ არის შესაძლებელი და ამიტომ რა თქმა უნდა უფრო მარტივი არის საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის თუ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს რეფორმები უფრო სწრაფად ჩატარდეს. თუმცა თუ კი ისინი გადაწყვეტენ, რომ ეს არ უნდა გააკეთონ და ძალაუფლება სათავისოდ გამოიყენონ, რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ფაქტიურად დღეს ჩვენ პრობლემები გვაქვს სხვაგანაც, ხომ? ანუ ოპოზიცია არ არის ისეთი ძლიერი, სხვადასხვა პრობლემები გააჩნიათ ოპოზიციურ პარტიებს, შესაბამისად ეს რა თქმა უნდა ხელს არ უწყობს ამ ყველაფერს და განსაკუთრებით იმას, რომ იყოს ჯანსაღი კრიტიკა მათ შორის პარლამენტშიც და სხვაგანაც იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არ დაუშვა შეცდომები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვერდებოდით პირდაპირ ეთერში და მე წარმატებებს გისურვებთ 2017 წელს გისურვებთ, რომ აქტიურად აწარმოოთ ის კამპანია, რომელსაც აწარმოებთ 2016 წელს, ეს ეხება მოსმენების საკითხთან დაკავშირებით და ასევე საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს ის ცვლილებები, რომელსაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მოითხოვენ უკვე ძალიან დიდი დროა. დიდი ხნის განმავლობაში. მადლობა, მეც წარმატებებს გისურვებ. მადლობა, რომ მესმენელს შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა ეკა გიგაური, ჩვენ კი რეკლამას გავდივართ და რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში საშუალება გვექნება უკვე ჩავთოთ უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე და მასთან შევაჯამოთ ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა 2016 წელს და ასევე იმ ცვლილებებზე ვისაუბროთ, რომელსაც კანონმდებლები გეგმავენ 2017 წელს. ჩვენ მზად ვართ პროფესიონალი იურისტების დახმარებით პასუხი გავცეთ თქვენს ყველა სამართლებრივ შეკითხვას. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარია სოფო კილაძე და ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ქალბატონ სოფო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ჩვენ პირველ ბლოკში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გვერდებოდნენ ეთერში და ვისაუბრეთ ერთ-ერთ მთავარ მოვლენასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას 2017 წელს, ეს არის საკონსტიტუციო კომისია და ცვლილებები კონსტიტუციაში. თქვენ თუ შეგიძლიათ დღეს გითხრათ, რა სახის ცვლილებებზე მიმდინარეობს თუ არა საუბარი და რა სახის ცვლილებებს უნდა ელოდოს საზოგადოება 2017 წელს უკვე კონსტიტუციაში.
მოგესალმებით თქვენს მსმენელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. შეიძლება საკონსტიტუციო კომისიას ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, ზუსტად ახლა გავაკეთე, ასე ვთქვათ, განცხადება პარლამენტში სესიაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენი ხელისუფლება უდგება სისტემურად საკითხს. ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს განვიხილავთ არა როგორც ვთქვათ რაღაც ცალკეულ საკითხს, არამედ მთლიანად ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ის ბალანსი, რომელიც დღესდღეობით დარღვეული არის საკანონმდებლო აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში. თუმცა ბალანსზე საუბრობენ არასამთავრობოები. არასამთავრობოები საუბრობენ, რომ ბალანსი არ უნდა დაირღვეს, ის ბალანსი, რომელიც არსებობს დღეს კონსტიტუციაში, ეს არ უნდა დაირღვეს. ეკა გიგაურის პოზიცია იყო ასეთი სულ რამდენიმე წუთის წინ. თქვენ საუბრობთ, რომ ბალანსი არ არსებობს. მე არ ვიცი, სამწუხაროდ არ მომისმენია ქაბატონი ეკარაზე საუბრობდა, მაგრამ მე შემიძლია ერთი ვთქვა, რომ ბალანსი არ არის დღესდღეობით ჩემი აზრით დაცული. ანუ ჩვენ გვაქვს შედარებით, საპარლამენტო რესპუბლიკისთვის შედარებით სუსტი პარლამენტი და პარლამენტი უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკაში მართლაც ერთ-ერთი წამყვანი, ესე ვთქვათ, და აქედან გამომდინარე ეს ბალანსი უნდა იყოს სწორედ დაცული და მე მგონი ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ სამივე შტო მისეთნაირად იმუშაოს, რომ ერთი მხრივ მათ აკონტროლონ ერთმანეთი, მაგრამ მეორე მხრივ მათ შორის უნდა იყოს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. კონკრეტულად ამას როგორი ნაბიჯებით გავაკეთეთ, კონკრეტული ცვლილებები რა იქნება, ამას რა თქმა უნდა მუშაობის პროცესი მოგცემს ამის უფრო ნათელ, ასე ვთქვათ, სახეს, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი დაინტერესებული პირი არის ჩართული, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან, ასევე ექსპერტების მხრიდან და ასევე NGO-ების მხრიდან და აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა წინასწარ არ ვიცით როგორი იქნება საბოლოო შედეგი. ეს მუშაობაში გამოიკვეთება, ვის რა იდეა ექნება, შესაბამისად იქნება დისკუსიები და სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ კონკრეტული, ასე ვთქვათ, რაღაც პროექტის დადება და ეს იქნება ძალიან მე მგონია ძალიან საინტერესო პროცესი. აუცილებლად უნდა გკითხოთ თქვენი ოპონენტების მოსაზრება კონსტიტუციასთან და ბალანსთან დაკავშირებით კონკრეტულად. თქვენ ახსენეთ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკისთვის პარლამენტს არ აქვს ისეთი ფართო უფლებები, როგორიც უნდა ქონდეს რეალურად. თქვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაზე იქნება მორგებული ახალი კონსტიტუცია. რამდენად არის ეს მოსალოდნელი და რას უნდა ველოდოთ თავად პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში? ამ საკითხზეც ისევე გეტყვით, რომ ეს წინასწარ ნამდვილად არ ვიცით, ჩვენს გუნდში არ ყოფილა მაგაზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტულად ეს პოზიცია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ესეთნაირად უნდა ჩამოყალიბდეს. ესეთი პოზიცია არ აქვს ჯერჯერობით და ამიტომ ვამბობ, რომ ეს წარმოიდგინეთ როგორი ცუდი იქნება, რომ ჩვენ წინასწარ ვიცოდეთ საბოლოო სახით რა გვექნება წარმოდგენილი. ეს იქნებოდა მართლა ძალიან ცუდი, იმიტომ რომ საკონსტიტუციო კომისიის ფუნქციაც ის არის, რომ შევაჯეროთ ერთმანეთთან ჩვენი აზრები, ხედვები და სწორედ ამის შემდეგ დავდოთ საბოლოო პროდუქტი. ჩვენ თუ წინასწარ კონდეს უკვე განსაზღვრული, რომ კონდეს განსაზღვრული, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი და საკონსტიტუციო კომისიასაც აზრი არ ექნებოდა. ამიტომ კონკრეტულს ვერაფერს ვერ გეტყვით, მე მაქვს რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრებები, ასევე იმ გამოცდილებიდან გათვალისწინებით, რაც ხედავ, ვთქვათ, იგივე დასავლური ქვეყნების კონსტიტუციების მაგალითზე, თუმცა საბოლოო პროდუქტს კიდე ხელვიტყვი, რომ უკვე ალბათ ბოლოში შეგვეძლება, უბრალოდ პროცესში შეგვეძლება გარკვეული კომენტარების გაკეთება, მაგრამ საბოლოო სახით ეს უკვე სადღაც აპრილისთვის იქნება ძალიან დიდი ალბათობით. თითქმის ყველა ხელისუფლებას უმრავლესობის წარმომადგენლებს ჰქონდათ მცდელობა და განახორციელეს კიდეც საკონსტიტუციო ცვლილებები ნაციონალურ მოძრაობას თქვენს წინამორბედს თუ გავიხსენებთ უმრავლესობიდან მათაც შეცვალეს კონსტიტუცია. შეიძლება ითქვას გააქვთ იმის ამბიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ ქვეყანაში შეიქმნას კონსტიტუცია, რომელიც იქნება დაბალანსებული, იქნება ადამიანის უფლებების კუთხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და არც ერთ ხელისუფალს, რომელიც თქვენ შემდეგ მოვა უმრავლესობაში არ ექნება იმის სურვილი, რომ შეცვალოს კონსტიტუცია და მოირიგოს საკუთარ თავზე.
დიახ, მეც ეს არაერთხელ მithქვამს, რომ ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის და ჩვენ გვაქვს სწორედ იმის ამბიცია, რომ ჩვენ ხალხის დაკვეთას ვასრულებთ და ამ კუთხითაც არ ვიქნებით გამონაკლისები ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე და არ გავაკეთებთ გამონაკლისს, ზუსტად ვფიქრობ, რომ ინსტიტუციური გარანტიები, განსაკუთრებით სათქო უნდა აღნიშნავდე ადამიანის უფლებებს, მაგრამ არა მხოლოდ ადამიანის უფლებები, ზოგადად თქვა სხვადასხვა სახელმწიფო უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის წესი, მათი ფუნქციები და სხვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის, რომელიც ისეთნაირად უნდა ჩამოაყალიბოთ, რომ მართლაც ვერასდროს ვერავინ ვერ შეძლოს თავის თავზე მორგება, ისე როგორც ეს გააკეთა წინა ხელისუფლებამ, ძალიან სამწუხაროდ და ვიხილეთ ის შედეგები, რა შედეგებიც ვიხილეთ უკვე 2012 წლამდე, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რა სავალალო სიტუაციამდე მიყვანა ის ხელისუფლებაც მათ შორის და რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართული ხალხი იყო ამ ყველაფრისგან დაზარალებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს სახელმწიფოებრივად უნდა მივუდგეთ. თითოეულ საკითხად მივუდგებით კიდეც ჩვენი გუნდის ასე რომ ვთქვათ პათოსიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა და სრული პასუხისმგებლობით გავანცხადო, რომ ამას ნამდვილად გავაკეთებთ, რომ ინსტიტუციური გარანტიები მათ შორის, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უზრუნველყოთ ისეთნაირად, რომ ვერასდროს ვერავინ ვერ შეძლოს თავის თავზე მორგება ამ სისტემას. ქაუტანო სოფიო, თქვენ პარლამენტში ახალი წევრი ხართ, შეიძლება ითქვას, წინამოწვევის პარლამენტში არ იყავით და აქედან გამომდინარე შეიძლება გაგიჭირდეთ გარკვეულწილად საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საუბარი დეტალურად, თუმცა გარკვეულწილად საქმის კურსში ხართ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მიმდინარეობს კიდევ განხილვები 2016 წელს დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებების. აუცილებლად მინდა გკითხოთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი აქტუალური საკითხია დღეს ქვეყანაში. არაერთი გამოსვლა გვინახავს, არასამთავრობო სექტორის დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია ნარკოპოლიტიკა დაიხვეწოს, იმიტომ რომ წამალდამოკიდებული ადამიანების უფლებები ირღვევა. ასევე ეს შენგეხება ისევ გვისმენენ კამპანიის ფარგლებში საუბრობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ამ მიმართულებითაც იგეგმება რამდენადაც მე ვიცი ქალბატონმა ეკამნევს ისაუბრა ეთერში ჯგუფის შექმნა პარლამენტში. რა ეტაპზეა ამ ორი მოდით ფორმატიდან გამომდინარე ყველა ცვლილებაზე ვერ ვისაუბრებთ, ბუნებრივია, რომელიც ბოლო პერიოდში აქტუალური აი ამ ორ საკითხთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ. ბატონო, ნარკოპოლიტიკა სადაც შეეხება მე პირადად დიდი ხანი მუშაობდი ამ საკითხებზე და შესაბამისად საკმაოდ სიგნისეულად ვერკვევი ამ თემატიკაში. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და ძალიან ბევრი მიმართულებით არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი. შესაბამისად მე აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს ამ თემაზე. განსაკუთრებით ვიტყოდი პრევენციის მიმართულებას, განსაკუთრებით ვიტყოდი ჯანდაცვის მიმართულებას. ეს ყველაფერი მოგეხსენებათ ფინანსებთან და თანხებთან არის დაკავშირებული. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. ვიტყოდი რომ გაორმაგდა, მაგალითისთვის გაორმაგდა მეთადონის ჩანაცვლების პროგრამის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან და დღესდღეობის თუ ვინმე სურს ამ პროგრამაში ჩართვა, არავის არ აქვს პრობლემა. გაიზარდა ეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც, მათ შორის რეგიონებში სხვა. აღარ მოყვები ხა დეტალებში, სავარაუდოდ ბევრი დრო არ აქვს, ამიტომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, იგივე ვთქვათ, გადაიდგა იმ მიმართულებით, რომ ვთქვათ, ადრე თუ შესაბამის კანონმდებლობის საფუძველზე ექიმი ვალდებული იყო ზედოზირების შემთხვევაში ეცნობებინა პოლიციისათვის და ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ დაიღუპა. ამის გამო დღესდღეობით ეს პრობლემა აღარ აქვს და სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება არის, რომ ეს ჩანაწერი აღარ არსებობს კანონმდებლობაში და ადამიანებს აღარ უწევთ მოკლედ გარდაცვალება იმის გამო, რომ ვიღაცამ პოლიციას არ აცნობა და ასე შემდეგ ბევრი მიმართულება, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვამაყოთ. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის ასე ვთქვათ საკმარისი დოზირების საკითხი და ასევე დეკრიმინალიზაცია. დიახ. ბატონო, დოზირების საკითხსა და დეკრიმინალიზაციაზე საუბრობენ, რომ აი ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ამ მიმართულებით. კი ბატონო, ეს არის მნიშვნელოვანი, რაც შეეხება
სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციას. აქაც ჩვენ მქონდა გარკვეული წინსვლა ის, რომ 263-ში პრობა და გასაღება ერთმანეთისაგან გამოვყავით, რაც არ იყო ამდენი ხანი, ასე რომ ვთქვათ, შესაძლებელი კი არა, უბრალოდ არ იყო ფაქტი და სხვა უამრავი მიმართულება, მაგრამ რა თქმა უნდა ამ კუთხითაც ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს კიდევ სამუშაო, მათ შორის ლიბერალიზაციის კუთხით და მუშაობს ჩვენთან უკვე ჯგუფი პარლამენტში. ეს ქონდა შესაბამისი შეხვედრები და აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ მარიხუანის მოწევისთვის მაგალითად ადამიანის ციხეში არ უნდა იჯდეს და სხვა ბევრი მიმართულება და ამას თან დაკავშირებით კონკრეტულ ცვლილებების პაკეტს აუცილებლად წარმოადგენთ უახლოეს მომავალში. თუმცა ჩვენთვის არა მხოლოდ ლიბერალიზაცია, არამედ პრევენცია და მკურნალობის თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის. რაც შეეხება მეორე საკითხს, კერძოდ მოსმენებთან დაკავშირებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ადამიანის უფლებების კუთხით განსაკუთრებით და მაქსიმალურად შევეცდებით სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიმართულება იყოს ძალიან დახვეწილი, რომ არავის შეკითხვები არ გაუჩნდეს. თუმცა აქვე დავზენდი აუცილებლად იმას, რომ ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოში და განსაკუთრებით იმ რეგიონული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავიცვათ ბალანსი ერთის მხრივ თავისუფლებას და მეორეს მხრივ უსაფრთხოებას შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და ძალიან ხშირად რჩებათ ხოლმე, ასე ვთქვათ, თვალსაჩინოს მიღმას ადამიანებს ეს აუცილებლად უნდა დავიცვათ მოკლედ იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ უსაფრთხო ქვეყანაში და ჩვენ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს იმის არ ექნებათ, რომ ვინმე ტერორისტულ აქტს ჩაიძენს და რაღაც უბედურება მოხდება. ამიტომ ეს ბალანსი არის აუცილებლად დასაცავი. ალბათ არც ისეთ ქვეყანაში, სადაც შიში ექნებათ, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ან ჩანაწერები გამოქვეყნდება. რა თქმა უნდა, ამიტომ ვამბობ, ბალანსი უნდა დავიცვათ. ერთის მხრივ თავისუფლება თქვენ პირველი რა თქმა უნდა. ანუ თავისუფლება და მეორეს მხრივ უსაფრთხოება. ანუ ბალანსი უნდა დავიცვათ და არ უნდა იყოს ან თავისუფლების სასარგებლოდ მთლიანად, ან უსაფრთხოების სასარგებლოდ მთლიანად. ანუ ეს ოქროს შუალედი უნდა შევძლებოთ და მოვძებნოთ ისე როგორც ამას აკეთებენ სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და სხვა, სადაც ასევე ტერორიზმის საფრთხე ძალიან მაღალია. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობდით გადაცემაში, მიუხედავად იმისა, რომ სხდომაა დღეს საკანონმდებლო ორგანოში, გამოძებნეთ დრო და ჩაგვერთვეთ პირდაპირ ეთერში და მსმენელს მიაწოდეთ ინფორმაცია და თქვენი ხედვა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და ასევე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მსმენელს კი შევახსენებ, რომ პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა უმრავლესობის წევრი სოფო გილაძე და საუბრობდით როგორც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, აუცილებელია რომ იყოს ბალანსი დაცული ყველა საკანონმდებლო ცვლილების კუთხით. ეს იქნება კონსტიტუცია თუ იქნება ცალკეული კანონ პროექტების სისხლის სამართლის კოდექსში. ანალოგიური მოსაზრება აქვს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ისინიც აცხადებენ, რომ მთავარია ხელისუფლებამ შეძლოს ბალანსის დაცვა ყველა საკანონმდებლო ცვლილებაში, რომლის განხორციელებასაც გეგმავს 2017 წელს. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. ჩვენ შევეცადეთ, რომ შეგვეჯამებინა მთავარი ადამიანის უფლებების კუთხით არსებული პრობლემები, გამოწვევები და ასევე დაგეგმილი რეფორმები. ჩავთვლით უმრავლესობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მათ დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრება თუ პოზიცია დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ შევხვდებით უკვე ერთმანეთს 2017 წელს. ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ. თქვენ გსურთ იყოთ დაცული. ჩვენ გირჩევთ რა არის ამისთვის საჭირო. ჩვენ საუბრობთ კანონზე. ყოველ ოთხშაბათს 13 საათსა და 10 წუთზე ეთერში კანონის დროა. თქვენს პრობლემებს პროფესიონალ იურისტებთან ერთად განიხილავს ჟურნალისტი თამარ აბრამიშვილი. კანონის დროა.